შავი ხვრელი კოსმოსის ყველაზე იდუმალი ობიექტი. მის შესახებ ესეთი კითხვა დავსვათ: რა მოხდება თუ ჩავარდებით შავ ხვრელში? მეცნიერების ნაწილი კიდევ უფრო თანამ კითხვას სვავს: ხომ არ არის ჩვენი სამყარო უკვე შავი ხვრელის შიგნით? მოდით თანმიმდევრობით მივყვეთ. წარმოიდგინეთ, რომ კოსმოსურ ხომალდში ზიხართ და ნელ-ნელა უახლოვდებით შავ ხვრელს, სამყაროს ყველაზე იდუმალ ობიექტს. რა მოხდება თუ პირდაპირ მასში ჩავარდებით? თავიდანვე აღნიშნოთ. ეს იქნება ერთი მიმართულებით მოგზაურობა, უკან დაბრუნება შეუძლებელია. პირველი შეგრძნებები რა იქნება? შორიდან შავი ხვრელი ჩანს როგორც მუქი დისკი. გარშემო ნათელი რგოლით, ეს არის აკრეციის დისკი, გახურებული გაზითა და მტვრით. როცა ახლოს მიხვალთ, ხედავთ, როგორ იხრება ვარსკვლავების შუქი. სინათლის სხივები თითქოს ბრუნდებიან და უცნაურ, დამახინჯებულ გამოსახულებებს ქმნიან. თითქოს სამყაროს უზარმაზარი ლინზით ვაკვირდებით. ეს გრავიტაციული ლინზირებაა. მალე მივახცევთ მოვლენათა ჰორიზონტს. ეს არის ის ზღვარი, რომლის გადალახვის შემდეგ უკან დაბრუნება შეუძლებელია. გარედან დამკვირვებელი ხედავს, რომ თქვენი ხომალდი თითქოს ნელ-ნელა ჩერდება და ბოლოს საერთოდ იყინება ჰორიზონტზე. სინამდვილეში კი თქვენ შეუულებრივად აგრძელებთ მოძრაობას შიგნით. დრო აქ სხვაგვარად გადის. შავი ხვრელის გრავიტაცია იმდენად ძლიერია, რომ დრო ნელდება და ბოლოს სულად ჩერდება. თუმცა ეს მხოლოდ გარე დამკვირვებლისთვის. თქვენთვის დრო ჩვეულებრივად მიედინება. რაც უფრო უახლოვდებით შავ ხვრელს, მით უფრო გრძნობთ ძლიერ გრავიტაციულ განსხვავებას სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. თქვენი ფეხები შავ ხვრელთან უფრო ახლოსაა, ვიდრე თავი, ამიტომ ისინი ბევრად უფრო ძლიერად მიიზიდება. ეს უწევს სხეულის გაწელვას და დამახინჯებას. მეცნიერებმა ამას სახალისო სახელის დაარქვეს: სპაგეტიფიკაცია. საბოლოოდ სხეული გადაიქცევა გრძელ, თხელ ძაფად, სპაგეტის მაგვარად, სანამ მთლიანად არ ჩაიშლება. შავი ხვრელის სიღრმეში არსებობს ადგილი, რომელსაც სინგულარობა ეწოდება. აქ ფიზიკის ის კანონები, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, ვეღარ მუშაობს. სივრცე და დრო, როგორც ჩვენ გვესმის, კარგავს მნიშვნელობას. მეცნიერები ჯერ ვერ ხსნიან, რა ხდება სინგულარობაში. ეს რჩება ყველაზე დიდ საიდუმლოდ. შეიძლება ეს სხვა სამყაროს კარიბჭეა, ან უბრალოდ ბოლო წერტილი, სადაც ყველაფერი იშლება. ფიზიკოსი ნიკოდემ პოპლავსკი ამტკიცებს, შესაძლოა დიდი აფეთქება რეალურად სხვა სამყაროში შავი ხვრელის შიგნით დაიწყო. როცა მასიური ვარსკვლავი კოლაპსს განიცდის და შავ ხვრელად იქცევა, მის სიღრმეში შეიძლება წარმოიშვას ახალი სივრცე და დრო, ეგრეთ წოდებული შვილი სამყარო. ამ მოდელის მიხედვით ჩვენ შეიძლება სწორედ ასეთი შავი ხვრელის შიგნით არსებული სამყარო ვიყოთ. ამ მოდელის მიხედვით ჩვენი დიდი აფეთქება შეიძლება იყოს სხვა უფრო დიდი სამყაროს შავ ხვრელში დაბადებული ახალი რეალობა. ასეთ შემთხვევაში შავ ხვრელში ჩავარდნა შეიძლება ნიშნავდეს არა მხოლოდ დასასრულს, არამედ ახალ სამყაროში დაბადებას. შავი ხვრელები შეიძლება იყოს როგორც სამყაროს დასასრული, ისევე ახალი რეალობის დასაწყისი. და თუ ეს ასეა, შეიძლება ჩვენ თვითონ უკვე ვცხოვრობთ შავი ხვრელის შიგნით. ეს ჰიპოთეზა არ არის დამტკიცებული, მაგრამ აჩვენებს, რომ სამყარო გაცილებით უფრო უცნაურია, ვიდრე წარმოვიდგენია, ხოლო მეცნიერება შეიძლება ისეთი ფანტასტიკური იყოს, როგორც ეს ფილმებში ანაჩვენებენ.